ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გუშინ ქართველი სკულპტორების გამოფენა გაიხსნა ექსპოზიციაზე. მალხაზ ბარბაქაძის, დავით მონოვარდისაშვილის, ერეკლე წულაძის, დავით ბაშარულის, ზეზვა საღლიანის, თამარ ბახტაძის ნამუშევრები გამოფინეს. წარმოდგენილია 150-მდე განსხვავებული ჟანრისა და თემატიკის ექსპონატი ლითონ პლასტიკის მიმართულებით. თითოეული ავტორი გამოირჩევა საინტერესო ხედვითა და შესრულების ორიგინალური მანერით. გამოფენა ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო სივრცეში 9 თებერვალამდე დარჩება. მაღალი ხარისხის ნამუშევრებია, როგორც მხატვრული ღირებულებით, ასევე ტექნიკურად შესრულებული. ძალიან მაგარია. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ტექნიკით არის ნამუშევარი, მიუხედავად იმისა, რომ სხვა მეტალით არის ნამუშევარი და სხვა რაღაც სისტემაა. აი, აქტუალების bez არაფერს არ იწევს. მოიმე გადასარევები აქ არის, არ არის თვითონ პიროვნება არ მოსულა, დათო მონავარდისაშვილი გავიცანი აქ. მე მგონი ლითონზე ხო ამდენი ადამიანი მუშაობთ დღეს საქართველოში. მაგის ხელა მე მგონი არც ერთი არ არის.